ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ქრისტეს სულის სიძეა. სოლომონ ბრძენის ქებათა ქება ქრისტესადმი მსახურებით წარმოიშვა. ეს წიგნი საღმრთოს სურვილს, ღვთიურ სიყვარულს, ზეციური სიძის მიმართ მსახურებას და მღვიძარებას აღორძინებს. რა მშვენიერი სიტყვებია მასში, სიყვარულით, სურვილით, საღმრთო მოშურნეობით ახსავსე. ეს სიტყვები ადამიანურად გვეჩვენებიან, მაგრამ ისინი ღვთაებრივი სიტყვებია. რამე თუ მოწყლული ვარ შენი სიყვარულით დასაბამითვე, ამბობს ტიქარიონი. ანუ მე ვივნები და შენ გეძიებ სული ჩემი, შენ გნატრის, რომელი ხარ ნათელი, ცხოვრება, ღმერთი უფალი და მხსნელი ჩემი. ქრისტეს როგორც სიძეს უმთავრესად ქებათა ქებაში ვხედავთ. ქრისტე ჩვენი სულის სიძეა, ხოლო ჩვენი სული მისის ძალია, რომელიც ყოველგან თანსდევს, წამებაზეც, გოლგოთაზეც, ჯვარცმაზეც და აღდგომაზეც. როდესაც ამ სიყვარულს მივაღწევთ, მაშინ ქრისტე ჩვენში შემოვა და მისით აღავსებს ჩვენს სულს. გამოდმებით მაღლა მზერდით, ქრისტეს უმზერდით, რათა მას მიუახლოვდეთ და რათა იღვაწოთ, იცხოვროთ მასთან და მისგან შთაგონება მიიღოთ, რათა უფალთან ივნოთ და უფალთან იხაროთ, რათა ქრისტე ყველაფერი იყოს თქვენთვის. დაერჩვენი სული ეძიებდეს და ხმობდეს თავის სიძეს. შენ და მსური სიძეო ჩემო და შენითა ძიებითა თავს თხევს სისხლთა ჩემთა. ქრისტე არის სიძე, იგი ყველაფერია. ქრისტეს სიყვარულზე აღმატებული ქვეყნად არაფერია. ყველაფერი რაც ჩვენ გვსურს ქრისტეშია. ქრისტე ყველაფერია, ყველა სიხარული, ყველა ლხენა, მთელი სამოთხისეული ცხოვრება. ჩვენ ყველა დიდებას ვფლობთ, როცა ქრისტე ჩვენშია. ქრისტეზე შეყვარებული სული მუდამ მხიარულია და ბედნიერი, რაც არ უნდა შრომა და მსხვერპლი შეხვდეს მას. არავის შეუძლია უარყოს, რომ ქრისტე ცხოვრების სავსებაა. ვინც ამ ჭეშმარიტებას უარყოფს, ის სულით ავადმყოფია და ბოროტი სულისგან არის შეპყრობილი. იგი იმას უარყოფს, რაც მას აკლია. მაშინ სული ცარიელდება და მასში ეშმაკი შედის. როგორც ბავშვი იღებს ღრმა სულიერ ჭრილობას, როდესაც ცხოვრების გზაზე დედმამა აკლია, ასევე და კიდევ მეტადაც იტანჯება ადამიანი, როდესაც ქრისტეს და ღვთისმშობელს არის მოკლებული. ქებათა ქებაში ძალის სიძეზე ქრისტეზე ამბობს: მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა, განმიღე მე. ღვთისმსახურებისას სიმდაბლე და უანგარობა გვმართებს. უფალი იესო ქრისტე ჩვენი სულის კართან დგას და აკაკუნებს, რათა განვუღოთ, მაგრამ იგი არ შემოდის, რადგან არ სურს ჩვენი თავისუფლების იძულება, რომელიც მისგან მოგვენიჭა. გამოცხადებაში ნათქვამია: აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვრეკ, უკეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა და განაღოს კარი და შევიდე მისთანა და ვჭამო მისთანა სერი და მან ჩემთანა. ქრისტე კეთილსათნოა, იგი ჩვენი სულის კართან დგას და მდაბლად აკაკუნებს. უკეთუ კარს გავუღებთ, მაშინ იგი შემოვა ჩვენში და ყოველივეს მოგცემს, თავის თავს მოგცემს, საიდუმლოდ, ფარულად და მშვიდად მოგვემადლება. ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს, უკეთუ მან არ გვიცნო ჩვენ. ამის ახსნას ზუსტად ვერ შევძლებთ. ეს საიდუმლოა. პავლე მოციქულს მოусმინოთ. ხოლოაც იცანთ ღმერთი, უფრო ისღა გიცნა თქვენ ღმერთმან. და არც მისი სიყვარული არ ხელგვეწიფება, უკეთუ თავად არ შეგვიყვარა. ქრისტე არ შეგვიყვარებს, თუ კი მისი სიყვარულის ღირსნი არ ვიქნებით. უფალმა რაღაც განსაკუთრებული უნდა პოვოს ჩვენში, რომ შეგვიყვაროს. შენ გსურს, ეძიებ, ცდილობ, ევედრები, მაგრამ ვერაფერს ვერ იღებ. ცდილობ მოიპოვო ის, რაც ქრისტესთვის სათნოა, რათა ღვთისმადლი მოიხვეჭო,
მაგრამ მაცხოვარს არ შეუძლია შენში შემოსვლა, როცა შენში არ არის ის, რაც ადამიანში უნდა იყოს. და რა არის ეს? ეს არის თავმდაბლობა. თუ სიმდაბლე არ გვაქვს, მაშინ ქრისტეს ვერ შევიყვარებთ. სიმდაბლე და უანგარობა გვმართებს ღვთისმსახურებისას. ნუ სცნობ მარცხენაი შენი, რასა იქ მოდის მარჯვენაი შენი. დაე არავინ ხედავდეს და არავის ესმოდეს ღვთისთვის თქვენი მსახურება და მოღვაწეობა. დაე ყოველივე დაფარული იყოს და საიდუმლო, მსგავსად ძველი მოღვაწე მამებისა. გახსოვთ რა გიამბეთ ბულბულზე, ის ტყეში სიჩუმეში გალობს. განა ვინმე უსმეს მას, ან ვინმე აქებს, არავინ. რა მშვენიერი გალობა ისმის უდაბნოში. გინახავთ როგორ ებერება ბულბულს ყელი. ასევე ემართებათ მათ, ვისაც ქრისტე უყვარს. ჩიტს სიყვარულით ყელი ებერება, იტანჯება, ენა ეღლება. იგი გამოქვაბულის რომელიღაც ნაპრალს პოულობს და ღვთით იქ ცხოვრობს საიდუმლოდ, სულთქმითა მით უსიტყველითა. ნიშანი იმისა, რომ იგი ღმერთში ცხოვრობს, რამე თუ მასში ცხოველ არს ყოველ იძვრის და მოქმედებს, და რამე თუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ. როდესაც ასეთ სიმდაბლეს მიაღწევ და ღვთის მადლს აიძულებ, რომ შენში ჩასახლდეს, მაშინ შენ ყოველივე მოპოვებული გაქვს. როდესაც სიმდაბლე გაქვს, როდესაც ღვთის ტყვე ხდები, ტყვე კარგი გაგებით, ანუ საღვთო მადლის ჭურჭელი ხდები, მაშინ პავლე მოციქულთან ერთად შეგიძლია თქვა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არ ჩემთანა ქრისტე. ძალიან ადვილია ეს, რომ სინამდვილე გახდეს, ანუ ის გააკეთო, რაც ღმერთს წადია. ეს უბრალოდ იოლი კი არაა, არამედ ძალიან იოლია. საკმარისია მხოლოდ რომ გაიხსნა. როდესაც ჩვენ ღვთაებრივის მისაღებად ვიხსნებით, მაშინ ღვთის ღირსნი ვხვდებით, იმის ღირსნი, რომ ჩვენში ქრისტე ჩასახლდეს. და თუ ჩვენში ქრისტე ჩასახლდა, თავისუფლებას მოგუმადლებს. ამ საიდუმლოს გამოსათქმელად სიტყვები არ მყოფნის. მთელი საიდუმლო სიყვარულშია, ქრისტესადმი მგზნებარე სიყვარულში, მასში რომ სულიერ სამყაროს მივეცეთ. მაშინ არც მარტოობას და არც არაფერს აღარ გრძნობ, სხვა სამყაროში ცხოვრობ, იქ სადაც სული ხარობს, მხიარულობს, სადაც არასდროს კმა არ გეყოფა და არ აღივსები. ქრისტეს ჩავეკრათ, მე არ ფიქრობ სიკვდილზე, დაეიყოს ნება ღვთისა. ქრისტეზე მინდა ფიქრი. თქვენც განიბრყარით ხელნი და ქრისტეს მიერქვით. მაშინ ის თქვენში დამკვიდრდება. მაშინ იფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ ნაკლებად გიყვართ უფალი და კიდევ მეტად ისურვებთ მასთან მიახლებას და მასთან ერთობას. შეიძულეთ ვნებები და ნუ თანაეყოფით ეშმაკს. შეუერთდით ქრისტეს. ამის აღსასრულებლად მადლი უნდა გარდამოვიდეს, საღმრთო მადლი, რომელიც არის სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ქრისტე რომ ჩვენში გაცხადდეს, გული უნდა გქონდეს წმიდა. ჩვენს მოვალეობას საღმრთო მადლი გვასწავლის, ხოლო მადლის მოსაპოვებლად საღმრთო სიყვარული და საღმრთო წყურვილია აუცილებელი. ღვთის მადლს ღვთიური სიყვარული სჭირდება. სიყვარულს კი ლოცვისთვის საჭირო გულისა და გონების განწყობასთან მივყავართ. ქრისტე თავად შემოვა და დამკვიდრდება ჩვენ სულში, უკეთო მისთვის სათნო რაიმეს პოვებს ჩვენში, კეთილ ნებას, სიმდაბლეს და სიყვარულს. უამისოდ შეუძლებელია წარმოითქვას უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ლოცვისას უფალი იესო ქრისტე ჩვენში რომ გაცხადდეს, ლოცვით ვუხმობთ უფალო იესო ქრისტე და ამ დროს გული უნდა გქონდეს წმიდა, ყოველგვარი დაბრკოლებისგან თავისუფალნი უნდა ვიყოთ, სიძულვილისგან, ეგოიზმისგან და ბოღმისგან. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალი და უფალს ჩვენ, მაგრამ თუ კი ჩვენში გასაკიცხი რამ არის,
მაშინ კვლავ საიდუმლოს უნდა დავეშუროთ. საიდუმლო კი იმაშია, რომ შენდობა ვითხოვოთ მოყვასისგან, ან ამის შესახებ სულიერ მოძღვარს ვუთხრათ. ყოველივე ამისათვის, როგორც უკვე ვთქვით, მორჩილებაა საჭირო. უკეთ უღვთის მცნებების აღსრულებისას მათ ითავისებ და სინდისის ქენჯნას არ განიცდი, არამედ შინაგან სიმშვიდეს გრძნობ და კეთილ საქმეებს აღასრულებ, მაშინ ვერც კი იგრძნობ ისე ადვილად ერთვები ლოცვაში. მერე უბრალოდ ელოდები, სანამ მადლი არ მოვა. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულეთ. სიმდაბლით ილოცეთ, თავს ნუიმართლებთ. მაგალითად, როცა მეორე მხრიდან ჯიბრს და მტრობას ხედავთ, სიყვარულით ილოცეთ, რათა სიყვარულით უპასუხოთ ჯიბრსა და მტრობას. ცილს თუ გწამებენ, ილოცეთ, რათა შფოთი და დრტვინვა დაჰფაროს. მოყვასზე მცირედი დრტვინვაც კი სულზე მოქმედებს და ლოცვას ვეღარ შეძლებთ. სული წმინდა, როდესაც სულს ასეთ მდგომარეობაში ხედავს, მასთან ახლოსაც კი არ მიდის.